გამარჯობა, მე ვარ საბა ლუბჟანიძე და შეგვიძლია დავუწყოთ. საბა Time საიდან მოდის? საბა Time მოდის კალბრუთელია NBA-ის დემიენ ლილარდი, რომელიც აკეთებს Dame Times. ძალიან ადრე დავიწყე 2018 წელი იყო დანიაში პირველად რომ გავაკეთე. სხვადასხვა არ მქონდა ესე გაცრული რომ მაგას გავაკეთებ ან რაღაცა რა, ანუ აი თამაშის წინ უბრალოდ გოლი გავიტანე ძალიან გამიხარდა და უცბად აიწასა ხალხმა აი დანიაში აიძა გაზეთებში და რაღაცა ძალიან მოეწონა და საბა Time დაიწყო და მეთქი ოკეი. და გავუგზავნე. მესისთან მაისურის გაცვლა ალბათ ძალიან ძნელია. აუ, საშინელება. საშინელება. on მართლა, იმიტომ რომ თამაშის წინ უნდა დაიწყო, უკვე მაგაზე მომზადება, რომ აი ლეო შეგიძლია მაისურა და აი მე ანუ ისეთი ტიპი ვარ, რომ ანუ აი ცოტა არ ვარ მე ეგეთ რაღაცებზე ვერ ვფიქრობ თამაშამდე რა. თამაშის მერე ორჯერ მივედი და ის რა ქვია, ერთხელ ძალიან გაბრაზებული იყო, მოუგე და თან 2 გოლი გაუტანა და აი ეგრევე აი გადი აქედან და მეორეჯერ რომ მივედი, შენ მაგუნდა მოთხოვაო და უნდა მივიცეო და კაი მეთქი, ოკეი. ანუ მოლაპარაკებაზეა მათ ხო აი რაღაცა მიუდგე რომ მოელაპარაკო რაღაც მომენტში და ნუ რა და ნუ რავი შემდეგში ვცდი თამაშამდე. ორივე ფეხით თამაშობ, მაგრამ რომელია მაინც უფრო ძლიერი? მარჯვენა ჩემი ძლიერი, მაგრამ რატომაც არ ვიცი მარცხენათი უფრო კაი გოლები გამაქვს. არა, კაი გოლები უფრო მარჯვენათი გამაქვს, მაგრამ აი ცოტა ის surprise გოლები უფრო მარცხენათი გამაქვს ხოლმე. ეგ შენთვისა ეტყობა surprise ვამარცხენათი გამიტანება. ხო, ალბათ. და ალბათ მეკარისთვისაც რა. ლობჟანა თუ ლობო? თუ სიმბა? სიმბა რატო? სიმბა არა. ლობოს მეძახიან ნაკრებში. ანუ თავიდან ლობჟანა ვიყავი და მეგონი ვილიმ დაიწყო ლობოს დაძახება და მე დავრჩი ლობო. გახსენი Spotify და გითხარი ბოლოს რას მოусმინე. ოკეი. ბოლოს მოусმინე One Stop Gunners. საერთოდ რამე რუტინა გააქვს მუსიკის მოსმენის, რომელიც უკავშირდება ამ თამაშის წინა პერიოდთან რაღაცას. აი ესე სუ ერთ და იგივეს არ უსმენ რა. ხანდახან მგონი არის რომ აი ცუდად რო თამაშობ მე ვფიქრობ აუ ამას აღარ მოусმენ და გეგონება იმის ბრალია რა, იმ მომღერალის თუ ვინც არის. ხო, ანუ ცოტა სასაცილო. შენი საყვარელი ფეხბურთელი ღრმა ბავშვობაში. აქ იყო თამაში იტალიის ნაკრებთან, ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 4-ის ან 5-ის. მამაჩემმა წამიყვანა სტადიონზე და ანუ იქ შემიყვარდა დელ პიერო, იუვენტუსი და იტალიის ნაკრები. ჰოლივუდელები ატლანტას თამაშებზე დადიან ხოლმე, ესეთ ცნობილი ჰოლივუდელები. იცი აი რეპერები შემიჩნევია, ანუ აი ცნობილი აი ხლა ვინც არიან, კი არის NBA-ის კალბრუთელებიც მოდიან. ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები დიდად არ ცხოვრობენ მეგონი ატლანტაში და მაგიტო არ შემიჩნევია. საუკეთესო მატჩი, რაც ნაკრებში გითამაშია. ჯერჯერობით. მოდი შემდეგი თამაში იყოს. მომავალში მოდი დაეყველა საუკეთესო იყოს, მაგრამ რაც უკვე გასულია. აი ხა რაც მახსენდება არის დასავიწყე მატჩი რო ქონდა მაკედონიასთან, მაგის მე რო ქონდა სომხეთთან თამაში 3 დღეში. აი ძალიან რთული პერიოდი იყო, აი ძალიან და მახსოვს რომ აი კარგად ვითამაშე ძალიან, აი რავი ვისახსოვდა ეხა ჩემი კაი თამაში. ატლანტაში ჯორჯიადან რომ ხარ ეგ ხუმრობები მალევე შეწყდა? შეწყდა კი არა, ანუ არაზოს არ შეწყდება, ასე მგონია. ანუ ვისაც არ გავიცნობ, from Georgia to Georgia, ეს არის თავარი რა, ანუ და მაგაზე მიდის სიცილი, რომ რა მაგარია და რაღაცა. და ანუ არ დამთავრდება. ვიცი რომ არ დამთავრდება. მაგისთვის დადორო. გუზანი როგორ გააცილეთ? გუზანი კარგად გავაცილეთ ძალიან. აი ისეთი საყვარელი პიროვნება რომ მე რო ბავშვი ვიყავი, ანუ თამაშობდი სონის და ანუ მასტერ ლიგას თამაშობდი ხოლმე, ეგეთი ის იყო და არ ვიცი, ინგლისში თამაშობდი ასტონ ვილად. და ანუ თუ ვეუბნებოდი, მეთქი სულ ზამენაზე ვყავდი, მეთქი აი სულ სატარიგოს გამზერო და თასეც არ გათამაშებდი, მეთქი და გიждდებოდა. ასტონ ვილად იყვარს თუ? არა, არ ვიცი, ანუ საერთოდ მიყვარდა ეს აი ძლიერი გუნდის აღება არ მიყვარდა რა და მიყვარდა ცოტა ისეთ სუსტის და მე ანუ გაკაჩვა მაგის რა და ტატა მარტინო ატლანტაში ბრუნდება მესის ერთ-ერთ საყვარელ მწვრთნელს დიდი ინტერესით არელოდები. კი, სხვათა შორის ქონდა უკვე კონტაქტი, მოტივირებულია ძალიან, რაღაცა მითხრა რომ დაისვენეო, ჭამე ხინკალი, ქართული ღვინო დალიეო და დაბრუნდი ამერიკაში.
ასრულებ ამ დავალებას? ხინკალთან დაკავშირებით კი. მე ძალიან ველოდები, იმიტომ რომ ახლა ბოლო ბარსელონას ტრენერი იყო, ურთიერთობა კარგად არ დაგვიწყია, იმიტომ რომ მაიამიში 2 გოლი კი არა 3 გოლი გაუტანეთ, რაღაც ეგრე რა. ანუ რამოდენიმე თამაში. და ცოტა ისე რა ქვია, თავიდან არ მოვწონდი, მაგრამ ეხლა რომ გამიცნო და რაღაცა დავმეგობრდით რა და. ალმირონი როგორი კაცია? ალმირონი არის ძალიან პროფესიონალი ფეხბურთელი, აი ძალიან. მართლა იშვიათად მინახავს ეგეთი პროფესიონალი ფეხბურთელი და ძალიან კაი ტიპი. აი რთული კითხვა მოვიდა ეხლა და. აბა. დემნა გვასალიამ რომ ნაკრების ფორმა შეკეროს როგორი იქნებოდა? ცოტა იქნება oversize, რა თქმა უნდა. ცოტა რაღაცა ნაცრისფერი, აი მონაცრისფრო მე მგონი ეს გაწვია ხო? მე მგონი უკვე მაცვია და მაგრამ ეს იყოს რა. ბევრი ამბობს ჩეხეთთან რომ გაგეტანა ჯგუფიდან ვერ გავიდოდითო. ეთანხმები? აი ერთი იმაში ვეთანხმები რომ ალბათ პორტუგალია უფრო განაღდებული არ ექნებოდა პირველი ადგილი და უფრო რთული მატჩი იქნებოდა. მაგრამ მაინც მოვუგებდით. რა გზნობა დაგიტოვა მაგ ვერ გატანილმა? და ხო ძალიან რთული იყო იმ მომენტში, იმიტომ რომ აი თითქოს მარტო მე კი არ ვურტყავდი, ამ მთელი საქართველო ვურტყავდი და ეგეთი შეგრძნება მქონდა მეც და ანუ აი უფრო მაგიტო იყო რთული რა. ის მომენტი ახლა თან ბოლო წუთი, ბოლო წამი, თან რო იცი რომ ევროჩემპიონატზე პირველ გამარჯვებას იზეიმე და ანუ აი ძალიან ისეთი მომენტი იყო რა. მაგრამ ხო რა. გაგიჭირდა მაგის თუ მალევე გადააგდები? აი იცი რა, ანუ რაც არ უნდა თქვა ეხლა რომ მალევე გადავაგდე, მე მგონი არა რა, ანუ გამიჭირდა მაინც უფრო ანუ როგორი თამაშიც იყო, ესე გამოყვა რა და ანუ ადვილი არ იყო. ფორმულა 1-ში ვის ხომაგო? ფორმულა 1-ში ვქომაგო ფერნანდო ალონსოს. პირველ აღზე გადიოდა მე მგონი თუ მეორე აღზე არ მოხდა. აი ძალიან პატარა ვიყავი და აი მაქიდან უყურებდი და შუმახერი და ალონსო რაიკონენი აი მაშინ ეგეთი ჯახი იყო და ანუ აი მაქიდან დავიწყე ალონსოს გულშემატკივრობა და ჩემი აზრით ყველაზე მაგარი. ყოფილ ხარ რამე ლაივში რამე ემაზე? კი, აბუ-დაბიში ვიყავი 2023-ში თუ რაღაც ეგრე და სილვერსტოუნზე ვიყავი ბრიტანეთში. აბუ-დაბი უფრო რაღაცა უფრო კაი იყო ჩემი აზრით. ყველა ამბობს რომ იქ ვინც ისო მარტო იმ თავის 100 მეტრია მონაკვეცხა და ზუ ჩავაბე გორჩა. აი ეგეც არის, აი რა მოგამია ხო ამის კითხულობენ ხომ და ეგრეა მართლა? კი, აი ეს ჩემი ცოლის კითხვა არის რომ ვიდივართ ფორმულა 1-ზე. სილვერსტოუნზე ვიჭიქით სტარტზე და ანუ სტარტი ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მე აი გასწრებები დიდად არ ხდებოდა და აბუ-დაბიში ვიჭიქით, სადაც აი ძალიან ბევრი overtake ხდებოდა და აი ძალიან მაგარი ექშენი იყო და აი ძალიან მაგარი იყო და აუ ყველგან არის ახლა ისიც ტელევიზორი დიდი ეკრანები არის და შეგიძლია უყურო რა ქვია იქით რა ხდება რა და მე ძალიან სიამოვნებს რა ძალიან. როცა ისვენებ როგორ ვარჯიშობ? აი ახლა მაგალითად. აუ მე მგონი უფრო ვარჯიშობ არ ვიცი. როცა ვისვენებ ვიდრე ისვენებ. კი ზედმეტად დასვენება არ მიყვარს რა, აი ან თუნდაც მე რომ მიდივართ მე და ჩემი ცოლი დასასვენება და აი ესეც ვიწევი 9 საათში, აი რაღაც მინდა რომ გავაკეთო, მე გავტივრო ხანი გავიქცევი, ან სანაპიროზე ან რაღაც. ალბათ სხეულიც ვთხოვს უფრო მაგას და მაგიტო ვაკეთებ ყველაფერს რა. ვარჯიშებზე არასოდეს გიფიქრია დიმიტრი რა აურა წავა ახლა. ეგეთი მომენტები ხო არსებობს მაინც? კი, რა თქმა უნდა არსებობს, ახლა мотиваცია დიდად უფრო დისციპლინა ეგრა და დისციპლინა რო გაქვს იული ყოველდღე. мотивაციით ვერ ყოველდღე. კობი თუ ლებრონი? კი, ვიცი რასაც მეთქვი. კობი არის ჩემი საყვარელი გავლითელი NBA-ში. ძალიან მიყვარს რა, თორე ლებრონი არის არ ვიცი რა. მართლა ძალიან დიდი ინსპირაციაა ეგ ადამიანი, იმიტომ რომ 41 წლის ხდებოდა დღეს დილის ნახე ისეთი გადაატენა ერთგავ უთეს 40 წლის ასაკში კიდე ესე თამაშობს, აი ძალიან დასაფასებელია რა, აი ძალიან. კვარას ჯორჯიაში როგორ უმასპინძლე? კარგად საკმაოდ და ნუ დინერზე ვიყავით გასულები რაღაცა და ძალიან კაი დრო გავატარეთ რა. იყო მაგის დრო. კი, ლუის ენრიკეს ვთხოვე მეთქი გამოვშინეთ კი რა. ჯორჯიაში ჯორჯია წადით. პირველი მაისური რომელიც ბავშვობაში გაჩვენეს. თუ გახსოვს. კი, ვაციოს ფორმები ქონდა გუნდს პატარები ვიყავით და ეგ იყო მე მგონი ჩემი პირველი მაისური სავასი. სავასის
ჯერ 4 წლის ვიყავი ფეხბურთზე რომ შევედი, ანუ აი ძალიან პატარა ვიყავი. 4 წელი. ხო, და აი აუჩი სუ ბურთი, სუ გარე, გაგიჟებული ვიყავი მოკლედ ფეხბურთზე. ბექემს რომ შეხვდი, მარტო ფოტო გადაიღეთ თუ ფეხბურთზეც გელაპარაკე? აი ბექემს რომ შევხვდი, ხო, ანუ ფოტოს გადაღება მინდოდა და რომ მივედი, მეთქი ის ვარ, რა ქვია, ატლანტა იუნაიტედ და ესე მითხრა, გადააყო რას მეკითხები, კაცო, ვიცი, ვინც ახარო შენ გამიტანეო კოლები. არა, მართლა, ანუ ვიცი, ვინც ახარო, რაღაც და რაღაცები ვილაპარაკე და რაღაცა ხელი ქონდა ნატკენი მაგაზე ვკითხე რაღაცეები და საკმაოდ აი ისეთი კაი ადამიანი არის და ისეთი არის, აი საერთოდ არ განახებსო დევიდ ბექემი რა. არა და დევიდ ბექემი. ეგ არ გრაზობს იმასავით. გატანილ გოლებზე გოლები რო გაუტანენ მის. ხო, არა. ან გულში ინახავს.